სოხუმთან ახლოს არის ერთი პატარა სოფელი ტყუბუსი, რომელიც მომდინარეობს სიტყვა ტყუპებიდან და რასაკვირველია, ეს უკავშირდება ბერძნულ მითოლოგიას. ხოდეშორის თვითონ დიოსკორიაც, რომელიც დღევანდელი სოხუმია, როგორც მაგალითად ფაზისი არის დღევანდელი ფოთი, არის ტყუპების ბერძნული შესატყვისი. არსებობს ესეთი ლეგენდა, ბერძნულ მითოლოგიიდან მომდინარეობს ეს მითი, იყო ორი ძმა, კასტორი და პოლიდევკისი, რომლებიდანაც ერთ-ერთი იყო უკვდავი, ხოლო მეორე მოკვდავი. ერთხელ კასტორი, რომელიც იყო მოკვდავი ძმა, დაიღუპა ერთ-ერთ ბრძოლაში და მაშინ პოლიდევკესი მივიდა ზევსთან და თხოვა, რომ დაერთო ზევსნება, რომ მას საკუთარი უკვდავება გაიზიარებინა თავისი ძმისთვის და ამის შემდეგ მართლაც ერთ დღეს ერთი ძმა ატარებდა მიწის ქვეშეთში, ანუ ჰადესის სამფლობელოში, ხოლო მეორე დღეს მეორე და ეს ძალიან ბევრი რაღაცის შთაგონების და ინსპირაციის წყარო გახდა. მაგალითად არსებობს ტყუპების თანავარსკვლავედი, მაგალითად ჰოროსკოპში დღის ეს ტყუპების ნიშანი სწორედ აქედან მომდინარეობს. როგორც ორი ტყუპი ძმა და ორის ერთში გაერთიანება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი იქნება ჩვენ მაგალითად, როდესაც ძალიან მეტ დავბრუნდებით სოხუმში და განსაკუთრებით ჩვენი ახალი თაობა, რომლებსაც მხოლოდ წიგნებიდან აქვთ ეს ყველაფერი წაკითხული ან ფოტოებიდან აქვთ ეს სილამაზე ნანახი. აი აქ ერთ-ერთ ძალიან ლამაზ ადგილზე თუ დაიდგმება აი ამ ორი ძმის მონუმენტი, იმიტომ რომ ზოგადად ქართულ კულტურაში არის საკმაოდ ხედავთ საკმაოდ ბევრ ნიშანს ძველი ბერძნული კულტურიდან, იმიტომ რომ ეს არის კულტურა ერთდროულად ვითარდებოდა.